როგორია ცხოვრება სოფლებში, სადაც სარწყავი წყალი არ აქვთ. ხაშურის მუნიციპალიტეტში მდებარე დიდი და პატარა ფლევი დადგოს უკვე წლებია სარწყავი წყლის გარეშეა. გვალვის გამო ფლევის თემში შემავალი სოფლების მოსახლეობა წელს თითქმის მოსავლის გარეშე დარჩა. ადგილობრივებს ვერ მოყავთ ვერც ხილი და ვერც ბოსტნეული. ნაკვეთების დიდი ნაწილი მოუვლელი და მიტოვებულია. ნინო ფისაძისა და მიხეილ ჯანეზაშვილის რეპორტაჟი ხაშურიდან. სახლია მიტოვებული აგირა ამუბაში აქ. ცხოვრობ ორი ადამიანი სულა. მეზობელთან რომ დაილაპარო ის არ არის. ასე შევხვდებით ხოლმე ერთმანეთს ეკრაზია. არა, ახალგაზრდას რა გააჩინებს საკაც. ვერა მოსავალი აქ არ არის, სამუშაო აქ არ არის, არაფერი აქ არ არის. 200 კომლიანი სოფელი ბოლო წლების განმავლობაში თითქმის განახევრდა. მკვიდრი მოსახლეობის დიდი ნაწილი პენსიონერია. ასე გამოიყურება სოფელ დიდ ფლევში საკარმი და მონაკვეთები. მიწის ფართობები დაუმუშავებელი და მიტოვებულია. იქ სადაც მოსახლეობამ შრომა ჩადო წელს მცირე მოსავალი მიიღეს. სოფელ დიდ ფლევში წლებია სარწყავი წყალი არ არის. ამას გვალვაც დაერთო და წვიმის იმედად დარჩენილი მოსახლეობა წელს მოსავლის გარეშე დარჩა. მოყავს სარწყავი წყალი თუ არ არის, რანაირად უნდა უყუროთ. ვეხვეწებით ადრე რა იცოდე ხოლმე მოიცა კონხინჯრობა თუ რაღაცას ჩამოევლიდე ხოლმე აღარ გვინდა ტალახი ღმერთო მოგეს ტალახიო თუ რაღაც ეგრე აღარ გვიჯერეს ღმერთი კაცო რამდენჯერ გცეთ პატივიო და წყალი ამა თუ არ იწვიმა არაფერი არ მოგვიზდა რა გავაკეთოთ ეგა პრობლემა მაგრამ არის მართალი თქვა აი მანა ხალხმა გექტარზე რო უნდა მიიღო ტონალობი უმაიც უნდა მიიღო გეუბნები აგერა მეზობელმა მეშოგნახევარი აიღო გექტარზე. პომიდორს წაწყვილობთ, კომოსტოს ყველაფერს ყიდულობ, ხალხს ყველაფერს ყიდულობთ, აქ აი ჩვენ აი ეს სოფელი. ურწყავი ჩვენთან არაფერი არ მოდის. არა. რა აქვს. ეგრეთ მდგომარეობაში ვართ. ჩვენი ქართლი. რითი ცხოვრობს ეს სოფელი ძირითადად? აი ახლა რავი, ყველა ხوار დაიგირეთ. მე ზირეთ პენსიაზე. არაფერი შემოსავალი არ ვარ. არაფერი. შემოსავალი ძალა ჩვენში არ არის. აი ტყე არა ვახ. ეხლა 1000 ლარი შეჟარშუნავით. დიდ ფლევის გარდა სარწყავი წყალი არ აქვს ფლევის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ კიდევ 2 სოფელს. სოფლები პატარა ფლევი და ტყოცაც სარწყავი წყლის გარეშეა დარჩენილი. ამ სოფლებში სარწყავი სისტემა 90-იან წლებში მოიშალა. მას შემდეგ ნელ-ნელა ხეხილის ბაღები გახმა. ბოსტნეულის მოყვანა კი უწყლოდ გაჭირდა. არხი მოდიოდა ჩვეულებრივსა 2 წელიწადი ვიხმარეთ. დავკეთეთ სარწყანდით. მე რავი დაიშალა მეორეობა დაიშალა და რამდაშალიგე ჩვენი გლეხებიბრალი არ არის. იმის შემდეგ არაფერი არ გაშვებულები ეს და ბალახები ეს და არაფერი არ არის. აღარიბი და აღარავის და მოსავალი არ არის ვერ მოდის. სარწყავი პომიდორი ვერ მოყავთ ხალხსა. ყავი არხი უნდა მოიყო. თავრობა. სხვა ვერაფრით ვერ მორწყანა. ისევ არხი რომ მოდის იმიდან ახალგაბიდან ვაყაში ჩამოდის და იქიდან უნდა ამოაკაჩა. გეუბნებიან რა იქნება სარწყავი წყალი. ვინ ამოვიდა? ვინას მეუბნები? ვისავსრო ვინ მოდის? ვინ რა გიძიეს არ გითხარ. პრობლემა არის სარწყავი არხები არ არის ჩვენ სოფელში. თუ ჩვენ ვართ ბუნებაზე დამოკიდებული, თუ იწვიმა მოვა რაღაც მოსავალი, თუ არ იწვიმა და არაფერი არ მოდის. წელს ისე დავჭით, რომ წვიმები არ იყო და დავჭით ისე. ეს სარწყავი არის აუცილებლად გლეხმა რომ მოიწუთხოს ეს სარწყავი რო გაკეთეს. რომ მოვიდეს მოსავა არ თა დავკე ეხლა არ იწვიმა, ეხლა რაღაც მინდა მოასპო ყველაფერი, სიმინდი არა, ლობიო არ არის, არაფერი, პომიდორი და ის. ხელით ადამის რამდენჯერ მორწმან კაცი. ვერ მოიყვანეს წელს მოსავალი. არა, რაიანთ მოვიდოდა, სულ ჩაქრდა, სულ მოასპო ყველაფერი. უწყლობაც ვერ მოიყვანეს. არაფერი, ეს მოსული არის, აბა შენ რო ძალათი მეუსხან ამ ცივწყალს, ეს მოვა, ეს ბუნებრივი და არხის წყალდაში სხვა არის. უწყლოობის გამო მოსახლეობამ დიდ და პატარა ფლევში მარცვლეული კულტურის დათესვა დაიწყო და მევენახეობას მიჰყო ხელი. ახლა მათთვის ეს შემოსავლის ძირითადი წყაროა. დიმიტრი ნოზაძემ მამაპაპისეული ვენახები არ გაჩეხა და დამატებით 2 ჰექტარზე ყურძენი გააშენა. ამბობს, რომ უწყლოობას ყურძენი უკეთ უძლებს. წყალი 1 გრამი არ არის. აქა ჩვენ ვართ წვიმაზე, ბუნებაზე ვართ დამოკიდებული და მაღალ ღმერთზე. ვენახი
ჩვენ პერიოდში უძლებს უწყლოობას, მაგრამ აი ახლა ესა რომ მორწყა 1-4-5 წელიწადი წყლითა შეუწყვითო წყალი იმ წუთში გახმება. იმიტომ ის ქვედა ფესვი გაზარმაცდება, გაფუჭდება, ზედა ფესვი იმუშავებს, სანამ წყალი ექნება. ან ძირითადად ამით ცხოვრობთ თქვენ, ხო? ჩვენ მე ძირითადად ამით ვცხოვრობ. აი ეს ტერიტორია სულ ვენახებით იყო დაფარული. და აღარ არის. აი სულ ეს გაღმა, აი ეს ფერდაი სულ ვენახები იყო. რატომ ვერ მოხერხდა ფლევის თემის სოფლების გასარწყავიანება ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიაში ამას რთული რელიეფით ხსნიან. მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი აცხადებს, რომ ამ ეტაპზე სარწყავი სისტემის გაკეთება არ იგეგმება, რადგან ეს დიდ თანხებთანაა დაკავშირებული. ძალიან კარგი იქნება თუ კი გაგვიკეთდება ეს რასაც ქვია მელიორაციის საკითხი, მაგრამ ეს უკვე ძალიან დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. თუ იყო ამაზე საუბარი მერიაში შესაბამის უწყებებთან? დიახ, რა თქმა უნდა იყო. სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები ბრძანდებოდნენ ჩვენთან. ბატონი გელაშვილი არის ჯემალი, რომელიც ხელმძღვანელობს ამ საკითხს და არის დაყენებული სოფლის სამინისტროში, რომ რამენაირად ამ თემსაც რომ გასარწყავია მელიორაცია შეეხოს. კიდევ გეუბნებით, რომ ამას უნდა საპროექტო შემუშავება როგორ უნდა გაკეთდეს და რა თანხებთან იქნება დაკავშირებული, ძალიან დიდი თანხებთან იქნება. ამას რა თქმა უნდა მაღალმთიანია და ფაქტიურად 9-10 კილომეტრიდან უნდა გახდეს ამოკაჩაება, რომ გასარწყავება გაკეთდეს ჩვენ სოფლებში. დინარებს ახლა განხილვები არის ლაპარაკი, მაგრამ როგორც ასეთ რომ უკვე გადაწყვეტილია და დღეს და ხვალ გაკეთდება, ნამდვილად არ არის ახლა მაგ დონეზე მისული. სოფლებში დიდი და პატარა ფლევი. სასმელი წყლის სისტემა 2 წლის წინ მოწესრიგდა. მოასფალტდა სოფლებამდე მისასვლელი გზა. მთავარ პრობლემად აქ მცხოვრებლებისთვის სარწყავი წყალია. ბოლო 30 წელია 800 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო ფართობები სარწყავი წყლის გარეშეა დარჩენილი.